ჩვენი შოუს ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუმარი, შეუდარებელი პაროდისტი, პაროდიის თეატრის მესი, ანუ მერაბ სიჭინავა მინდა მოვიწვიო ახლა სტუდიაში. რომდანი შეუერა. ერა მოგესალმები შენ გენაცვალე. ახლა მეც და შენც ის ღიმილი დაგთამაშებს ისევე როგორც აი ქუჩაში რო გამოივლი და დაინახავ ადამიანს უბრალოდ გაღიმებული რო არის დარწმუნებული ვარ რომ 10-დან 9 შემთხვევაში შეიძლება გაუცნობიერებლად მაგრამ მოგდევს ის სიხარული რაც ფეხბურთთან არის დაკავშირებული იმიტომ რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან გვახარებენ და რა თქმა უნდა გვირგვინიან ბოლო პერიოდისა რაც იყო ეს არის დაკავშირებული ჩვენ საოცარ ოქროს ბისთან ხვიჩა კვარაცხელიასთან რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო და აი თითქოს ქართველებს დაგვესაკუთრებინოთ აი ესეთი განცდა არის და ნუ აი რაგიცა საფეხბურთო აჟიოტაჟი დამსწავარია და აი სრულფასოვანი საფეხბურთო ცხოვრება დაბრუნდა ჩვენ ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში. ნამდვილად შემოგია დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარა სრულიად საქართველოს ყველამ გაია სიცოცხლე გაგვიხალისეს რა. შენი პაროდია მაქვს რა არის ფეხბურთი ვაგეთ? რა არის ფეხბურთი? ბურთი, სტადიონი, მაყურებელი. მიიღო იამანიძემ, გადააწოდა მესხს. მესხმა თავისი ოსტატური ფინტებით მოატყვა ერთი, მოატყვა მეორე, მოატყვა მესამე, მოატყვა მეოთხე, მეკარე არის! არის! იბოლი დაოთრება იღო. აი ეგ დრო დაბრუნდა. ოღონდაც ახლა იამანიძეს და მესხის და მეტრეველის ნაცვლად არის მიხაუტაძე, ჭაკვეტაძე, კვარაცხელია და ასე შემდეგ. შესანიშნავი გულშემატკივრები ჩემო შენი უსაყვარლესი ნინი და ლიზა სტადიონზე ვნახე ფორმებით ამასაც გამოსხობილი Facebook-ზე სურათზე ნახე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოხდა რომ მაყურებელი დააბრუნა ესე იგი ქალიან, კაციან, დიდიან, პატარიან, ბიჭიან, ბატონიან როგორც იგი ნამდვილად. ესე იგი ყველა გულშემატკივრობდა. ჩემი გოგონებიც არიან თავგადაკნული გულშემატკივრები და ძალიან საყვარლები. ასე ერთიან ტალღაში ვარ და კვარას თამაშზე ჩავფრენდით პარიზში პარკ დე პრენსზე აი რასაც შენაბობის ფოტოები სწორედ იქ არის გადაღებული და თანაც ეს ის თამაში იყო სადაც დააჯილდოვეს მთელი გუნდი და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ცხადია სადაც დახატა ისე ითამაშა 2 გოლი გაიტანა 2 საგოლე გადაცემა იქ და ასე შემდეგ და ნუ აი საოცრება იყო და აი რა ვნახე იცი მე რა ყველაზე მეტად რა გამიხარდა ჩემი თვალით ვნახე აი მასშტაბი აი ამ ბიჭის არა მარტო პოპულარობისა აი რაღაცა განსაკუთრებული პიეტეტი, რაღაცა სხვა პატივისცემა, რომელსაც ეს კაცი იწვევს მოედანზეც და მოედნის მიღმას და ჯერ დაიწყო რითი იცი რომ სანამ შევიდოდით სტადიონზე, მანამდე არის აი სადაც იყიდება ეს მათი ოფიციალური მაისურები. ხო და ბავშვებმა მთხოვეს რომ კვარას მაისური მინდა და შევედით. ჩავდექით რიგი იყო, კარგა გვარიანი, ესეთი გრძელი რიგი იყო და ველოდებით ახლა. და გარედან ვატყობ რომ წერია იქ დემბელე, დეზირე დუე, ბარკოლა და ასე შემდეგ. ყველას მაისურია უკან წარწერით. ვათვალიერებ და ყველა არის და არ ჩანს კვარაცხელიას წარწერით მაისური. ნუ მეთქი ეთყობა აი შიგნით აქ სადღაც. შევედი ვეკითხები, მოთხარი კვარაცხელიას მაისურის კიდვა გვინდა და უი არ გვაქვსო. მოთხარი რატო არ გაქვთ? გაიყიდაო. ასკევეთი გაიგიდა. ყველაზე მოთხოვნადია მითხრა. ახლა ეს ერთი მხრივ ძალიან გამიხარდა, მეორე მხრივ ახლა გული დაწდა ბავშვებს და ხა მინდა რომ რაღაცა უყიდო და მე ვიფიქრე რომ იქ ყველანაირი წარწერის გარეშე რო არის, ხო იცი მაისური, მეთქი ვიყიდი და თუ არის საშუალება რომ დავაწეროთ. კიო ზემო თუ არისო სტიკერები ცალკე და ო გაიხარე მე ვთხარი ვიყიდეთ ეს ორი მაისური, ნინისთვის და ლიზასთვის და ავედით, მაგრამ იქ ცალკე რიგია კიდე, ერთი 20 წუთიანი რიგი იყო. ჩავდექით ამ რიგში და მივდივარ და იქაც ხედავ რომ წერია დემბელე და სხვები ეს ფეხბურთელები ყველა გვარია, მაგრამ ხედავ რომ იქაც არ არის კვარაცხელია. მივედი მე ვთხარი კვარაცხელიას ეს სტიკერი გვინდა რომ აი დავაწერო და არ გვაქვსო. რატო მე ვთხარ? გაიყიდა ყველაზე მოთხოვნადია. აი მხელა სიხარული იყო. ნუ ბოლოს დავჯერდით იმას რომ უბრალოდ მაისურები იყიდეს გოგონება, მაგრამ აი საოცარი რაღაცა სიყვარული ამკდა ნამდვილი აი დესპანია მთელი ჩვენი ქვეყნისა და ახლა იქ ხო ვისიამოვნეთ ესე მე დაჯილდოება იყო და მთელი ამბავი. ჩვენი სასტუმრო მოშორებით იყო პარკ დე პრენსიდან, ამიტომ ტაქსში ჩავამსხედით და დავიძანეთ ჩვენი სასტუმროსკენ და ესეთი კონტაქტური აღმოჩნდა ტაქსის მძღოლი. და საიდან ხართო? მეოთხარი წელში გამართულად საქართველოსდან მეოთხარი აგერ კვარაცხელიას ქვეყნიდან. შემომხედა სახე გაიბადრა და კვარაცხელიაო და კიდე მიხუტაძე. მიხუტაძე. ანუ მიხაუტაძეზე. ძალიან პოპულარულია ასე ბიჭები ისი ზურიკოც. და რო დამთავრა, ხო იცი პატივისცემით ისად ერთი წამი მოიცადეო და მეთქი რას აპირებს. და მომიტრიალდა და ნაინანინანინა ო ნაინანინა წამი მღერა
ეს აჭარული და პოპულარული გახდა აბოლოება. მივხვდი რომ ქართველებს ესე იგი ჩვენი ხელწერა უკვე დაგვიტყვია საფრანგეთში. დიდებული რას ამბობ. ისეთი გამოხმაურება აი სამსახურშიც ეზოში, რა ვიცი, მეზობლები გინდა, ტრანსპორტი გინდა, ნებისმიერი ფეხზე იდგა სრულიად საქართველოს. ძალიან ბედნიერი გახარებულები. ну რა თქმა უნდა ემოციები დატვირთულები ღამენათები მივდივარ სამსახურში მივდივარ სოფლის განვითარების სააგენტოში ჩემო ბატონო და შესასვლელში დავინახე ჩვენი ვახო გეგელია ეს ცნობილი ოპერატორი დიდი მწოდნე ფეხბურთის და ნამდვილი ექსპერტი ნამდვილი ექსპერტი არის აი უგზო-უკლოდ განვითარებული ადამიანია ნებისმიერ საკითხში და თან ისეთი კარგი ქართველია კაი ქართველი კაი სამეგობრო უჭირავს მობილური გვერდს უმშვენებს ჩვენი გივიჭონიაშვილი თანამშრომელი და ბატონი თემურ კვირკველია და უყურებენ ამას მეც მიუახლოვდი ამასობაში და კვარას ინტერვიუ ნუ რა თქმა უნდა ნახე ვახო ეუბნება ნახე და ჩავხედე ამ ტელეფონს მე ძალაუნებურად უკვე იკრიბება ხალხი და ეს ძალიან გამიხარდა რომ ასეთი თამაში გამოგივიდა ყვარას ინტერვიუა მეც რაც შეგეძლო ჩვენ აი ისა ჩავდეთ თელი სული და გული მე ღმერთს მადლობა გადავხადე იმიტომ რომ ძალიან ასეთი სიხარული მომენტია ყველასათვის ჩვენ ეს მატჩი მოვიგეთ და უზომოდ ბედნიერი ვარ და აი შრომა რო ფასდება ღმერთსაც მადლობა ამასთან და რა ვიცი ხა ძალიან გადაღილი ვარ და ბევრს ვერ ილაპარაკე და აი ასეთი რაღაცა იყო და მე იქვე მიხაუტაძე ჩაერთო ჩვენ ყველაფერი ვაკეთებთ იმისთვის რომ კათოლიკე ფეხბურთი იყო ძალიან კარგად ჩვენი ნაკრები ჩვენი საქართველოს ძალიან ბევრი გოლების გატანები გვინდა რომ გავხდეთ კიდევ უფრო ბომბარდირები და რა ვიცი ყველაფერს გავაკეთებთ დანარჩენს აგერ ჩვენი მამარდა და ამბატებს და ჩვენი მთავარი დასახდენი არის ჩვენი ქართველი ხალხი და ჩვენ მათი გახარებისთვის ვიღწვით ზრუნავთ ვაკეთებთ ყველაფერს და ხანდახან ტრიბუნებთან რომ მივდივარ ეუბნებიან რატომ ხარდებიან იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენი ნაწილი ჩვენ მათ გარეშე არსებობა უბრალოდ არ შეგვიძლია და კიდევ დიდხანს გავახარებთ ქართულ გულშემატკივრებს და ასეთია ელოგი იყო და მე რა მინდა ისე კითხო შენ წინა გამოსვლას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება ჩვენი შოუს მაყურებლის მხრიდან, როდესაც შენი თანამშრომლების პაროდია გააკეთე და ეს რაღაცა ახალი ჟანრის ფუძემდებელი გამოდიხარ. მე პაროდია ვიცი ცნობილ ადამიანებზე, კაცო, თუ იცი, თქო პირველ წყარო, მე რა თქმა უნდა პაროდიაც შესაბამისად საინტერესო გამოდის, მაგრამ შენ ამ უსრობი ხალხის პაროდიები რაღაცა ძალიან საინტერესო დაამკვიდრე და მითხარი როგორი იყო მათი შეფასება. უიმე ნამდვილად რავი დიდებული შეფასება იყო რამოდენიმე დღე გრძელდებოდა სხვადასხვის როგორც კი მივედი სამსახურში რა თქმა უნდა ნახავ ყველამ ზოგმა მე გადაახვია ისე სალკე დამატებით მივდივარ სამსახურში ზევიდან კორიდორიდან გეგი არის ბეთლემიძე ჩვენი ძმა და მეგობარი ვაიმე ჟიჭინა ვაიჭოდე დაგვრიდა ეს რაღაცა იგარაფერი და რაღაც უკან გიორგი მოზებს ღებრიშვილი აი შეიძლება ჩხობლები თვითონ ვაშლი რა გიორგი აშოთებლა გეცხოლ მაგრამ ვაშლის თემაშია რა მეუთხარი მესიჯად გამომიგზავნე ვეღარ ვარჩევ რას ლაპარაკო არა თუ ამის ლაპარაკი შემოწერო кайგო რა კოტე ხუცე ისე ჩაერთო ჩვენი ბატონი კოტე ია ჭუბაბრიამ თავი გამოყო ცხელი ხაზის უფროსია ბატონო მერა ჩვენ როქთხოთ ხოლმე ხანდახან დახმარებას ადმინისტრაციით გქონდეთ ჩვენზე რატო არ იყო არაფერი ნათქვამი ბატონო მერა მარიანა გამოვიდა ნინიაშვილი ძილის წინ ჩვენი არტისტი ერთად მუშაობ სხვათა შორის დიდი ხალისიანი გო აი ესეთი ტიპია მომინდომის რა აი დაახლოებით ესეთ ვარიანტი და სხვათა შორის ეს კალაბოკა გურიის კოლორიზე რო ვილაპარაკე ხო მოვიდა და მოგეწონა ბიჭობეთკი აი ბაღანა მითხრა ჩემ ანასტასიამ რაცხა დაჟღანული ხარ ისე გაგადავა იმანა თუ რა მოეწონა ძალიან სიცინა ბაცანა კიკი ესენი ხო რა ვიდა შეიძლება გადავა აი ხვიჩა იყო კაი ხვიჩა აი ხვიჩა იყო ბიჭო შენ გაგადავა მაგრამ ბაცანა ეუბნება ამ დროს ხვიჩას გამვიდა ჩემზე არის მაგრამ ის იყო ერთი იყო რა ერთმანეთს აბრალი ნუ იმისი კარგი იყო ამისი კარგი ამ დროს იქიდან გამოვარდა ამ ხმაურზე მაკო მუჯირი ჩვენი ბატონი დავითის ქალიშვილი დავით მუჯირის ცნობილი ლეგენდა სახელოვანი აღა მირა ჩვენზე რატო არაფერი არ იყო თქმული რაღაც ბელამბა ხარაძე მოსდევს იქით სოფორაზმაზე წივილ-კივილ და არის ერთი ამბავი ანუ აჟიოტაჟი და გამოხმაურება იყო და ქალბატონი ძალიან წესიერი დამლაგებელი ქალბატონი ნინო რომელაშვილი მოდის
შამფედინო მე რა ჩინჩუყურეთ მაგანაცი და ციგნები ჩინზე თვითონის მაგეთ ხარიგნებ ხელფასი მაინც მოგვიმატა რაღაცა ქალბატონმა ზოიამ გამოიარა პირველ სართულზე ჩვენზე რატოარე პირითქვი ბატონი ბერაბიაი კარტულოსიზე როთქვი გამოყო თავი ქართულზე რა ხდება ზოია თუთი ხუში ყავს ზოიას იძახის ესე აკლა ორივე მეძახის კარტულოსია და თუთი ხუში ესეთი ნუ აი განწყობა იყო ძალიან კარგი და ბატაშური ჩემმა ამ ძახალმა დათო ბიკიაშვილმა ჩემო აუგლიშდეთ მისი ასე ვთქვათ ის საკონიაკი კაცი არა ჩოლებრივი ხედა ვიჭო ჩემს ეს გააკეთა რა და დამირეკა ტელეფონით საპატიო ნახალოვკელმა ჩვენი სახელოვანი ზაზაფაჩულიას სიმამრობა ბატონმა შალვა ალავიძემ აუ ვერა ძალიან კარგი იყო რა ვერა აი მომეწონა რა ისე რომ აი დათოსეც რო რაღაცა იყო აი კარგად გქონდა რა დაჭერილი და რაღაცა ასეთი სატელეფონო ზარები ბევრი იყო ჩემმა უსაყვალესმა ჩვენი ოჯახის წევრმა ბატონმა მარლენ ტოგონიძემ ესა მერაბი კარგი იყო გესმის ჩამოდი თითო ჭიქუნა დავლიო ჩეკაცო აგე რა ვაჟამეტრეველი გვერდზე მიზის გამიგე მერა ძალიან მაგარი ხა შეიმახვილი და ციცოცხვა მესმის მისი მეუღლის ოი მაგას კი ვინაცველი მაგას და რაღაც ანუ თემა რა არის იცით რომ აი ასე ხლა მე ყველას ვერ მოვყვები უბრალოდ ვერ ჩავეტევი ვიხარი შენი მშობლიური სამეგრელოდან თუ იყო ზა ო სამი რასა როლაბარაკო აიო მერე აბძიე ჯუსტან ვარეკ Pide mureze gwelideki giyazisen gartasa Rossini'sen su gwelez. Boş gide katıkı mure bayo çekme çadı gitmeyecek sansik meurem tarta kuruyli mespis. Kargi yıkamayacağım ara. Hasiro kuşu yiyemeyecek gwelez kaçınma bayo. Hadi çenseski mere ragatsa. Roik debi televizya şit koyu bakat. Pide çense zertiyoruz çıkatkıda. Hayaseti da gamu khovrebe bir koda kolbe. Merab şenme mitxari. Ro aram xolot samegrelodan aramet. Კიდევ ერთი შენი მშობლიური კუთხიდან გალიდანაც, ანუ აფხაზეთიდანაც ქონდა ზარი. ო, აფხაზეთიდან. მერა, ესე გირაკატიკონი ზურიკავარე, ტიტუ, აჯინ კადნამუ ვაფშე მაგარპანუ ჯერპუდიკეთებულ. გირაკატიკონ მოდედა. ჩემმა მეგობარმა და ძმამ კალეკეკუდიამ დამირეკა და რა, რიბიჭო რო გაუღადავებელი არ დაწვეს უკელა და მე რა დავშევ ისეთ ერთი რო გეხსენებინა. ვარ და თვითონაც იცის ხოლმე ესეთ პაროდიების კეთება და ასე შამრა კოილა გვაია მარგარეკ და გვაია ნაცაცრე გნორთელი ქორე კო ერთმანეთში გვაქვს ესეთი რაღაცეები და ანუ დადებითი მუხტი იყო ძალიან ეხლა მე ხო რაღაცა ესეთი ჩემო მერა დიდი სიყვარულით მოვიკითხოთ ჩვენი მაყურებელი საქართველოს ყველა კუთხიდან, აფხაზეთიდან დაწყებული, სამაჩაბლოთი დამთავრებული და სიკეთე ბედნიერება ვუსურვოთ მათ. ჩვენი სტუმარი გახდა ჩვენი უსაყვარლესი მერაბ სიჭირავა, დიდი მადლობა მას. მადლობა.